ბული არ არის. ეს კარგი მიღწევაა და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენთვის. ისანი სამგორის რაიონში ვარგათელის მეტროსთან ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი ფენიქსი აშენდა. ცენტრში მომხმარებელს ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მომსახურებასა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებენ. ობიექტში საოჯახო ტექნიკის თანსაცმლის, საიუველირო წიგნებისა და სხვადასხვა სახის მაღაზიები, ასევე VTB ბანკის ფილიალი განთავსდა. სავაჭრო ობიექტში 250 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლების ნაწილი მერის დასაქმების ბაზიდან შეირჩა. ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც პროფესიულ გადამზადებისთვის არის განკუთვნილი, სწორედ ამაზე არა აბსტრაქტულად ვიღაცები გადავამზადოთ აბსტრაქტულ პროფესიებზე, არამედ კონკრეტულ ბაზრიდან გამომდინარე იმ პროფესიებზე, რომელზეც არის მოთხოვნა. ერთი მიმართულებაა ეს ბაზრების, ესე ვთქვათ, გახსნა, მეორე მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული უნარჩვევების და პროფესიული გადამზადება იმისათვის, რომ იმ ადეკვატური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები გქონდეთ. აი ეს მთავარი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, როცა ვაპარაკობთ დასაქმებაზე, ეს ორი ძირითადი მიმართულება იქნება განსაზღვრული. ამ მომენტისთვის დასაქმებულია დაახლოებით 150 ადამიანი და ცენტრის სრული დატვირთვის პირობებში დასაქმება მიაღწევს 500 ადამიანს. ეს იგულისხმება 500 ცალკე აღებული ადამიანი, რომლის უკანაც ბუნებრივია თითო ოჯახი დგას. დავრეგისტრირდი დასაქმების ბაზაში, რის შედეგადაც დამიკავშირდნენ და დავიწყე სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობა.